სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი ქრისტეს მიერ საყვარელო მანო და დანო ქრისტე იშვა იხაროდე ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს ამ საოცარ ზეიმს ღვთის სიყვარულისა ამეთუ მაცხოვარი ჩვენი დაუფალი იესო ქრისტე მოევლინა კაცობრიობას ჩვენებრი ხორცით მსგავსი ჩვენი ყოვლითურთ გარდაცვალვისა და ეს აღასრულა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ და მის სიყვარულის გამო და ამით მოგვარიჯა ჩვენ შესაძლებლობა რათა განვახორციელოთ ადამიანის ყველაზე აღმატებული და წარჩინებული ფუნქცია მსგავსება ღვთისა ის რომ ადამიანი ემსგავსოს ღმერთს ემსგავსოს მადლის მოქმედებით ემსგავსოს სული წმინდის მიღებით და სული წმინდის აღსებით მაცხოვრის შობა ეს მოვლენა რომელიც აღწერა წმინდა წერილმა ბეთლემში მოხდა ჩვეულებრივად რასაც ჩვენ ბოსელს უწოდებთ იმ ადგილას პირუხთა სადგომ ადგილას მივიდნენ მართალი იოსები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი რამე თუ ვერ იპოვეს სად გაჩერებულიყვნენ ბეთლემში რამე თუ სავსე იყო ქალაქი აღწერისათვის ჩამოსული ადამიანებით და არც არავინ შეუშვა დამატებით სტუმარი რათა ღამე გაეთენებინათ მათ ამიტომაც იძულებულები იყვნენ გაჩერებულიყვნენ ცხოველებთან ერთად პირუხთან და აი ასეთ ვითარებაში დღეს რომ ვთქვათ სრულიად უპატიოდ შევაფასებდით ჩვენ ამ მდგომარეობას აი ასეთ ვითარებაში კაცობრიობას მოევლინა თავისი მხსნელი არ მოვიდა ღმერთი გვირგვინით სწორად გვინვით ჭექა კუხილით მიწის შეძვრით რაღაც არაჩვეულებრივი და ზეციური მოვლენების წარმოჩენით ის მოვიდა საოცარი სიჩუმით და სიმდაბლით მაგრამ ამ სიჩუმეში და სიმდაბლეში ღმერთს თაყვანისცა ანგელოზთა დასმა რამე თუ წყემსებმა იხილეს ათასობით ანგელოზნი როგორ გალობდნენ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება და ამ ანგელოზებმა აუწყეს უბრალო გულით უზაკველ შრომის მოყვარე წყემსებს რომ იშვა მესია იშვა მხსნელი ისრაელისა და კაცობრიობის და თუ წყემსებს როგორც
უბრალო ადამიანებს ანგელოზებმა ახარეს, უკვე განსწავლდა ბრძენ აღმოსავლეთის მეფეებს და მოგვებს, ვარსკვლავმა აუწყა განსაკუთრებულმა თავისი სიკაშკაშით, თავისი მდგომარეობით ცისკაბადონზე, რომ რაღაც მოვლენა აღესრულა ცისქვეშეთში, განსაკუთრებული, ძალზედ მნიშვნელოვანი, მსგავსი იმ წინასწარმეტყველებისა, რომ როდესაც ეს ვარსკვლავი გამოჩნდებოდა ცაში, მაშინ კაცობრიობას მოევლინებოდა თავისი ხსნები და მოვიდნენ აღმოსავლეთის მეფენი ინდოეთიდან და თაყვანისცეს მოსელში მყოფ მაცხოვარს, მის შობელს და მიართვეს როგორც ყველაზე წარჩინებულ და აღმატებულ მეფეს და მეუფეს ამა ქვეყნისა, ოქრო, უნდროკი და მური. და თუ ისრაელმა და ებრაელმა ერმა თავისი ხსნელის შობა ვერ იგრძნო, ვერ გულისხმაყო, ზეციურმა ძალებმა აუწყეს ქვეყნიერებას, ხოლო წარმართმა მოგვებმა მას მიაგეს პატივი და უფრო მეტი თაყვანისმცემელი და ქედის მომრეკელი ქრისტეს წინაშე ამ დროს წარმოჩნდა ანგელოზთა სახით მთელი ზეციური ძალები, ხოლო წარმართთა სახით კიდე ის ნაწილი კაცობრიობისა, რომელიც მოიქცეოდა ქრისტეს მოწაფეების ქათაგებით, მოიქცა შემდგომ და გახდა ქრისტეს მოყვარე ერი და მათი რაოდენობა გაცილებით აღმატებული იყო და არის ისრაელთა შვილებზე. აი ეს სიმყუდროვე, სიჩუმე, ეს საოცარი სიმდაბლე და თითქოს არ შეწუხება არავისი. აი ეს თვისებები არის ღვთისა, რომელთაც ის მოქმედებს ადამიანთა მიმართ. ქრისტე რომ მოსულიყო ზეციური მოვლენებით, ჭექა-ქუხილით, მეხის გავარდნით, სხვადასხვაგვარი ნიშნებით ადამიანები შეშინებულები იძულებით თაყვანისცემდნენ მას. შიში იქნებოდა ამ თაყვანისცემის საფუძველი. ღმერთს არ სურს, რომ ადამიანი დაიმორჩილოს გინდა შიშით, გინდა სხვა რამ. ძალადობრივი თუ ემოციური გამექმედებით ღმერთს სურს, რომ ადამიანი გახდეს მისი თაყვანისმცემელი საკუთარი ნებით, თავისუფალი ნებით, საკუთარი არჩევანით, საკუთარი სარწმუნოებით
და ამიტომაც ამბობს მინდა წერილი, რომ ღმერთმა იცის გულის დადები ადამიანთან და გული სურს მას ადამიანისა. გული დამორჩილებული ქრისტეს სიყვარულით და სარწმუნოებით. და როდესაც ადამიანებში კლებულობს სიყვარული, მაშინ მრავლდება ურწმუნოება, მაშინ მრავლდება უსჯულოება და უზნეობა. ამიტომაც ჩვენ უნდა ხვდებოდეთ ვითარებასა და მოვლენებს ჩვენ სირგვლივ. თუ დღეს ღვთისწყალობით მრავალნი მოექცენ და მოვიდნენ ეკლესიაში, ნიშნავს, რომ გამრავლდა სარწმუნოება და სიყვარულიც მოიმატებს. და თუ პირიქით და პროცესი მიმდინარეობს, მაშინ მოიგლო სარწმუნოებამაც და სიყვარულიც დაეცა ჩვენ შორის. სიყვარული მაშინ მოქმედებს და მაშინ არის დასაფასებელი, როდესაც ადამიანს კი არ ულხილს, არამედ როცა ადამიანებს უჭირთ. როცა გვილხინს, მაშინ სიყვარული იოლია. ამაზე ამბობს წმინდა წერილი, რა არის თქვენთვის ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ გიყვარდეთ ისინი, ვისაც თქვენ უყვარხართ, ასე ცოდვილნიც მოქმედებენო, მაგრამ თქვენ გიყვარდეთო, მოძულენი თქვენი, აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა, კეთილის ყოფე უყოფდით, რომელნი გდევნია თქვენო. ანუ სიყვარული მაშინ არის ჭეშმარიტად სახელდებული სიყვარულად, როდესაც ის მოქმედებს განსაცდელში, მწუხარებაში, შეჭირვების ჟამს. აი ეს უწყება და სიტყვა მოიტანა ქრისტემ კაცთა მიმართ. აღმატებული ყოველივეზე, აღმატებული ადამიანურ გასჯაზე, ადამიანურ შეფასებებზე. და მისი სიტყვის აღსრულებით ჩვენს აღვემატებით, ჩვენს ადამიანურ თვისებებზე, ჩვენს ინსტინქტებზე, ჩვენს ჩვევაზე, მიდრეკილებებზე და აი ასე ამგვარად უნდა გავხდეთ მსგავსი ქრისტესი, ისე როგორც ის გახდა ჩვენი მსგავსი და მოვიდა ხორცით ჩვენ შორის. საფუძველი მისი მოსვლისა იყო სიყვარული და საფუძველი ჩვენი მსგავსებისა ქრისტესი ესეც უნდა იყოს სიყვარული. სიყვარული სწორი, ჭეშმარიტი და არა ეგრეთ წოდებული, რომელსაც ძალიან ხშირად სახელს დებენ სიყვარულად, მით უმეტეს დღევანდელ დროს და არათუ სიყვარული, არამედ მსგავსიც კი არ არის მისი.
კეთილი გრძნობაც კი არ არის, არამედ არის მხოლოდ და მხოლოდ ნება, არის მხოლოდ და მხოლოდ ჟინი და სხვა არაფერი. თუ გსურს რომ გავარჩიოთ სიყვარული და ნება ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი, ქრისტეს ცნებები უნდა ვისწავლოთ ქრისტეს მიერ საყვარელო და სწავლის შემდგომ კიდე მათი აღსრულება ჩვენ მოგცემს ამ შესაძლებლობას, რათა გავარჩიოთ ტყუილი და ჭეშმარიტება ერთმანეთისაგან. და ამის გარჩევის შემდგომ უკვე ჩვენ დავინახავთ ამ წუთის სოფლის ჭეშმარიტ სიკეთეს და დავინახავთ მის ცნებასაც. შევძლებთ ბოროტისა და კეთილის გარჩევას და შევძლებთ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება დავემკვიდროთ ამ წუთის სოფელში, ხოლო მარადიული ბედნიერების თანაზიარები უკვე ცათა სასუფეველში ღმერთთან ერთად, რასაც ყველას გისურვებთ ღვთის მადლითა და წყალობით. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დავალ ქრისტეს შობას და ახალ წელს დაგასრულებთ.